გაამარტივეთ ლოგარითმი 25 ხარისხად x-ი შეფარდებული y-თან ფუძით 5. ამას მართლა ჭირდება გამარტივება და მოდი გავიხსენოთ ერთი-ორი თვისება ლოგარითმების, რომელიც დაგვეხმარება ამის გამარტივებაში. პირველი თვისება, რაც მახსენდება, არის ასეთი. ლოგარითმი a შეფარდებული b-სთან ფუძით x-ი, იგივეა რაც ლოგარითმ a ფუძით x გამოკლებული ლოგარითმ b ფუძით x. აი ესეთი რაღაცა არის ლოგარითმი a გაყოფილი b-ზე ფუძით x. ანუ სხვაობად შემიძლია გადავწერო ლოგარითმების. ეხლა მოდი აქაც გამოვიყენოთ ეგ თვისება. ანუ გვაქვს ლოგარითმი 25 ხარისხად x-ი შეფარდებული y-თან ფუძით 5. ეს იგივე უნდა იყოს, რაც ლოგარითმი 25 ხარისხად x-ი ფუძით 5 მინუს ლოგარითმი y-ი ფუძით 5. აი ესეთი რაღაც. ეხლა მარჯვენას მეტად ვეღარ გავამარტივებთ. ლოგარითმი y-ი ფუძით 5 არის ლოგარითმი y-ი ფუძით 5. მორჩა გათავდა. აი ამას მივხედოთ. მოდი კიდე ერთი თვისება გავიხსენოთ, რომ თუ მაქვს ლოგარითმი a ხარისხად b ფუძით x-ი, ეს არის იგივე რაც რა? აი ეს b გადმოვა აი აქ კოეფიციენტად და მექნება b ჯერ ლოგარითმ a ფუძით x. აი ესეთი რაღაც. ანუ ესეთი თვისება მაქვს. ეხლა შემიძლია ეგ თვისება გამოვიყენო აი ამ პირველი წევრისთვის. და მაშინ აი ესე გადავწერ აი ამ პირველ წევრს. ანუ აი ამ x ავდგები და გადმოვიტან აი აქ და მექნება ესეთი გამოსახულება. x ჯერ ლოგარითმ 25 ფუძით 5 25 ფუძით 5 მინუს ლოგარითმ y-ი ფუძით 5. და ეხლა ბარემ ამას შევხედოთ. ლოგარითმ 25 ფუძით 5 არის ხარისხი, რომელ ხარისხშიც უნდა ავიყვანო მე 5 რომ მივიღო 25. და ეს ხარისხი არის 2, ხო? 5 ხარისხად 2 არის 25. ამიტომ ეს ლოგარითმი არის პირდაპირ 2 სტოლი. და შესაბამისად საბოლოო პასუხი არის x-ი, კიდე და 2x-ი მოდი ეს დავწერ 2x-ი მინუს ლოგარითმ y-ი ფუძით 5. ეს არის მაქსიმალურად როგორც შეგვიძლია გავამარტივოთ აი ეს ჩანაწერი.